ძირფასო მეგობრებო, მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი დავით ბაქრაძე. მოგესალმებით. მადლობა, მოგესალმებით, ვანო. დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან გადაცემაში. მადლობა მოწვევისთვის. საინტერესო თემებზე მინდა ვისაუბრო, აქტუალურ მოვლენებზე, ცოტა პოეზიაზე, ცოტა რაღაცა და კარგი სტუმრობა გამოგვივა. რაღაც გამოგვივა. შეგიძლიათ მიირთოთ ჩვენი გამაგრებელი სასმელი, სანამ საუბარზე გადავიდოდეთ. დავიწყოთ ესე იგი პირველი რაც მინდოდა, მეკითხა ახლა. არის ის, რომ ადრე რო იყავით ჩემთან გადაცემაში სტუმრად, მაშინ მოყევით სამი წერილის ისტორია. ძალიან საინტერესო იყო რა და აი ამ სამ წერილთან დაკავშირებით დღეს როგორი მდგომარეობა გქონდა? მოდი ეს ჯერ ეს სამი წერილის ამბავი გავახსენოთ მაყურებელს, როგორ იყო ზუსტი ფორმულირება, ხო? კი ბატონო, მართლა ეს იყო 2012 წელს, აი არჩევნების მერე ვიყავი შენთან პირდაპირ, აი ცხელი რო იყო ჯერ კიდე ყველაფერი და ანეკდოტია, ოღონდ გამოვიდა ესეთი რაღაც წინასწარმეტყველური ანეკდოტივით და კიდე ერთხელ მოვყვები და აი ნახავთ როგორ მართლდება ნელ-ნელა, როგორ მართლდება და დღეს რა ხდება და ესეთია სამი წერილის ამბავი. მოკლედ, ქვეყანაში არჩევნებია და ხელისუფლება იცვლება, აი როგორც თორბეთში ჩვენთან. ახალი პრემიერ-მინისტრი ეძახის წინა პრემიერ-მინისტრს რა დაიბარებს კაბინეტში და ეთქვის რომ იცი რა შენ ეხა ვიფიქრე რა გიქნაო, დაგიჭირო, ქვეყნიდან გაგაგდო, რა ვქნაო, მაგრამ აი გადავწყვეტე რომ არაფერს არ გიშვებიო რა, იცხოვრე შენთვისო და არ გერჩი არაფერსო. ხო. აი ძველი პრემიერი ეთქვის რომ ახან ესეთი სიკეთე მიქენი და კარგი ადამიანი ხარო, აი მეც სიკეთით გადაგიხდიო და აგერ შენო სამი წერილიო რა. ჯერ პირველი ერთი წელი არ დაგჭირდება ეს წერილებიო. აი ერთი წლის მერე ცოტა რომ გაგიჭირდებაო, აი ეს პირველი წერილი გახსენი და გამოგადგებაო. ხო. მერე კიდე რომ გაგიჭირდებაო, აი მეორე წერილი გახსენი და გამოგადგება და გიშველისო და აი საერთოდ რომ გაგიჭირდება და სხვა გზა არ გექნებაო, აი მერე გახსენი მესამე წერილიო. წავიდა. მოკლედ ამ ახალმა პრემიერმა დააგდო ეს წერილები აღარცა, ერთი წელი არის განცხრომაში კაცი პასუხს არ თხოვს, ახალი მოგებული აქვს არჩევნები, გმირები არიან, რაც ქუჩაში რომ დადიან ყვავილებს ესვრის ხალხი და ერთი წლის მერე ცოტა გაუჭირდათ უკვე. რომ ხალხმა მოთხოვნა დაიწყო, რომ აი ის რო დამპირდი, რატო არ აკეთებ, ამას რატო არ აკეთებ, ეს რაღაც გაუარეს და რაღაც უარესად არის და გაახსენდა, მოდი ერთი წერილს ვნახავო რა. გახსნა პირველი წერილი და წერია, რომ აი შევატყეო, რომ რახან ეს გახსენი, ესე იგი უკვე გაგიჭირდათო და იცი რაო, ეხლა მოდი ყველაფერი მე დამაბრალე და წინა მთავრობასო. გაეხარდა ამას, გამოვიდა უთხრა ხალხო, აი იმიტომ არ კეთდება ვერაფერი, რომ რამე მკვიდრეობა დაგვიტოვესო, რა დღეში იყო ქვეყანა ჩვენ რომ მოვედითო, რა ხდებოდაო და იმიტომ ვერ ვაკეთებთო და დაუკრა ხალხმა ტაში, რომ მართალი ყოფილაო, ამას რას ვერჩით, იმათი ბრალი ყოფილაო და ეგ არის პირველი წელი. მოკლედ, ესე იყო რამდენიმე წელი. ისევ აღშფოთდა ხალხი, რომ არაფერი არ კეთდება, ცხოვრება უკან მიდის, უარესად ცხოვრობთ, რა ვქნათ და ეს უკვე იცის, რომ პირველმა გაამართლა და მეორე წერილი გამზადებული აქვს. იცის, ხო. გახსნის მეორე წერილს წერია, რომ ეხლა უკვე ჩემი ლანძღვა აღარ გიშველისო და შენ დაპირდი ხალხსო, რომ აი შეცდომები გაიაზრეო და მომავალში უკეთესად იმუშავებო. გამოვიდა ეს და ეუბნება, რომ ხალხო, აი ერთი წელი მომეცითო. ეს ფრაზა გეცნობა თავად. ერთი წელი მომეცითო, მაცალეთო, აი გავიაზრე ჩემი შეცდომები, გაკვეთილი ვისწავლე და აი ერთ წელიწადში ნახეთ ყველაფერს დავალაგებო და დაუგრა კიდე ხალხმა ტაში ვაცალოთ ამ კაცს თქვენს და აცალეს ის ერთი წელიც, გავიდა ის ერთი წელიც და აი ბოლომდე აღშფოთდა ხალხი, რომ ამ ერთ წელიწადში საფერი არ მოხდა და ეს წყნარად არის მესამე წერილის იმედი აქვს, რომ ის უშველის, ის თავარი წერილი მესამეა. და ძალიან რომ დაიძაბა სიტუაცია, მივიდა კაბინეტში და გახსნა ეს მესამე წერილი და იმაში წერია, რომ აი რახან აქამდე მოხვედი და მესამე წერილის გახსნა დაგჭირდაო. აი ახლა დაწერე შენი სამი წერილი და დაახვიე მაგ კაბინეტში და სამი წერილი ახლა დაწერე ახალი. დაწერე შენი სამი წერილი და დაახვიე და ეს რო პირველად მოვუყევი 2012-ში, აი ის პერიოდი იყო წერილები რო არ ჭირდებოდა ჯერ და ამ გადასახედიდან როგორი ანეკდოტი გამოდგა, ხო ხედავ? ესე იგი. და ეხლა არიან სკიპზე მესამე წერილი უნდა გახსნან და აი გაისათ უნდა გავახსნევიოთ მესამე წერილი. აი ესე არის ახლა მდგომარეობა. ახალი წერილებიც დასაწერია. ახალი წერილებიც სამუშაო აქვს. ხო, არა, ნუ აი რა გითხარ. ეს არის სამი წერილის ისტორია. მორგებული არის ამ ქვეყანაზე ხუთიანზე რა, ეს მართლა ეს ამბავი. მოდი იცი რა, ერთი პირველი ესეთი თემა მინდა მე თქვა, აი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და TBC ბანკის ხელმძღვანელები რო დაიბარეთ პარლამენტში. რა ვიცი, აი ესე ადამიანის დაიბარე, ანუ ხაზარაზე მოიყვანეს, რომ
ენახებინათ, რომ აი ხაზარაძეა და მაგიტო არაფერი არაფერი ნახეთო. აი გახსოვს აი ერთ ეპიზოდს გახსოვთ, დათა თუთაშხიაში რო არის პატიურების გაქცევის სცენაროა და ნიკანდრო ქირია რომ იყვება პატიურებს და იქ რო იძახის რომ დედა რა იყო ეს? დაუბერდი კაცი მამაძაღლობაში და პოლიციაში და ასეთი აფერი მიდახია. აი კომიტეტის ხდომაზე რო ვიჯაგი ეგეთი გაცდა მქონდა რომ დაუბერდი კაცი პარლამენტში და მამაძაღლობაში და ესეთი არაფერი მინახია. ეს კომიტეტის ხდომა რო გააკეთეს. ანუ კაცი არა, ერთი კაცი კი არა, სამი კაცი მოიყვანეს. მოიყვანეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, დააყენეს ტრიბუნაზე და კაცი იძახის რომ ეკითხებით რომ კითხვებზე გვიპასუხებ? კაცი იძახის კიო. გამოდიან ამ დროს უმრავლესობა და არაო არ გიპასუხებთო. და ვეუბნებით რომ როგორ თქვა რომ გვიპასუხებს და არაო ეგრე არ უთქვია არ გიპასუხებთო. გეგონება რაღაც ლენინის ანდერს ვარჩევთ რა დაგვიბარა გვენეტაძე მასი წლის წინ და ტრიბუნაზე დგას კაცი გეუბნება არაო ეგ არ უთქვიაო. მერე გამოდიან ეს ორი ამ სიმაღლე ადამიანი ეს რა ქვია TBC ბანკის რა ქვია ეს ბადრი და მამუკა ხაზარაძე და ჯაფარიძე იქ არიან ეს ორი ამხელა ადამიანი და იძახიან ამ ორ ადამიანსო ნებისმიერ ფორმატში მოусმენთო. ებოჭო ფორმატი არ არის, მოსულია კომიტეტის ხდომაზე, იგზის გვერდზე, გასტუკი უკეთია, გამზადებულია, კითხვის პასუხი და არა ლაპარაკეს. ოღონდ ბოლომდე იძახოდნენ რომ ამათ მოусმენთ. ესეთი რამე, აი ერთი ეს თუთაშხია გამახსენდა და მეორე ქვევრში რო იძახის გახსოვს? პოლიცია ასეთი შევთხოვა, ჩემს პრაქტიკაში არ აყოფილა. აი ეგრე ვიღა. პრაქტიკაში არ აყოფილა. ეგეთი ანუ ადამიანი მოიყვანოს ანუ სამი ამხელა კაცი მოიყვანო იმისთვის რომ არ ალაპარაკო. მოდი ახლა თავარი თემა რა ქართული ოცნება რო იშლება. ხო. აი ეს პროცესი მინდა რომ აი მითხრა რა ხდება. ანუ აი დეპუტატები რო ტოვებენ ქართულ ოცნებას. ნუ ეხლა ყველამ შეიძლება დატოვოს, მაგრამ ზვიად კვაჭანტინაძე რო ტოვებს უკვე ხერხემალია ხო რეალურად ხო ქართულ ოცნებას. კი და ეხლა ლაპარაკი არის რომ აი სად იქნება ვთქვათ ეს გამოყოფილი ნაწილი ცალკე უმცირესობას შექმნიან, უმცირესობას არ შექმნიან და ნუ აი რო უსმინე ეხლა უმცირესობის ახალი უმცირესობის ლიდერობა კი არა უმრავლესობის ლიდერობაც ეკუთვნის ეხლა ვესელიას იმიტომ რომ აი მაგაზე გავახსენდა გაბუდიასთან რომ უსმინე თურმე რაც ეს 7 წელი რაც ოცნება მაგი თურმე უტანჯია და უბრძოლია 7 წლის განმავლობაში და მანამდე 9 წელიც ხო იტანჯებოდა და იბრძოდა და ჯამში ესე იგი 16 წელი აქვს ნატანჯი და მე ჩემი სტაჟით სად მოვა მაგას მე მარტო 7 წლის ტანჯვა მაქვს და მაგას 16 წლის ტანჯვა ქონია ყველაზე დიდი ტანჯვა ესე იგი ბესელია ასე რომ ეკუთვნის ნამდვილად უმცირესობის ლიდერობაც უმრავლესობის ლიდერობაც და შევხედოთ რა მოხდება მაგრამ ახლა ხო ოპოზიციაში გადავიდნენ და მაინტერესებს რომ დავაკვირდი ხო პირველ გამოსვლებს მათი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, ხო? ძირითადად ისევ თქვენ გაკრიტიკებთ და გლანძღავენ, ხო? ანუ რა გამოვიდა ესე იგი? ეს ინაშვილების და ისინიც ხო თქვენ გლანძღავენ და გაკრიტიკებენ და ანუ ოპოზიცია ეგეც, ხო? ხო. ესეც ოპოზიცია, ანუ რა ფორმულასთან გვაქვს საქმე, ეს მაინტერესებს. ხო, აი ძალიან საინტერესო დაკვირვებაა, ანუ და მართალია, ანუ გამოვიდნენ თუ არა ოპოზიციაში, მაშინვე დაიწყეს ჩვენი ლანძღვა. ანუ ჩვენ ხო ვართ ოპოზიცია. ანუ ესენი გამოდიან ოპოზიციის ოპოზიცია. ეხლა ვინც უმრავლესობაში დარჩა იქით და არ გამოვიდა, ისინი ხო კიდე ბესელიას ლანძღავენ. ანუ ისინი არიან ოპოზიციის ოპოზიცია. ანუ ქვეყანაში დღეს რა ხდება? ანუ ოპოზიცია მოვიდა ხელისუფლებაში. ოღონდ პირდაპირ ოპოზიცია კი არ მოვიდა, ოპოზიციის ოპოზიცია არის ხელისუფლებაში. ეს ქვეყანაში ეს არის. ეთქობა ივანიშვილი რო გვირდებოდა რომ გასაოცარი დემოკრატია მექნება ევროპელებს გავაკვირვებო. აი ეს არის ნამდვილად. თან როგორ კანონას იღებენ ისი რომ აი მაგალითად უნდათ რომ მიიღონ რომ სააკაშვილი ბოკერიას რეჟიმი გამოცხადდეს დანაშაულებრივ რეჟიმად და მიდის სერიოზული კენჭისყრა და ამაზე და რატო არ მისცეს? ანუ ხმა ვიღაცემ არ მისცეს, ხო? არ მისცეს, არა, მაგ კანონზე ოღონდ ბოკერია ძლივს გავაჩერე, იმიტომ რომ ოღონდ ინაშვილთან ქონდა მოლაპარაკება, რომ სააკაშვილ ბოკერიას რეჟიმის მაგივრათო, ბოკერია სააკაშვილის რეჟიმი ჩამიწერეთ და ხმას მოგწევთო და პირველი უნდა და ხო და კიდე კაი ის არ დათანხმდა, არ დაუთმო და აღარ ვიცა ხმა, მაგრამ ბოკერიას თვითონაც არ მიცეს მერე ხმა, იმიტომ რომ ვიღაცა ერთ ჭკვიანს იქით გაახსენდა, რომ კაცო ამ კანონს რო ეხა ხმა მივცეთო. ჯერ რუსიძე ყავს გასაყვანიო და მოდი ჯერის გავიყვანოთ და დანაშაულებრივი რეჟიმი მერე ვახილოთო და ამიტომ გაჩერდნენ და თქვენს რო კი ვეთანხმებითო, მაგრამ ხმას ჯერ არ ვაძლევთო. ერთი თემა, ახლა პირველი სხდომები ტარდება უკვე თბილისში. ქუთაისში აღარ ხართ რა, იმ შენობას რა უქნეს ეტა?
ჯერჯერობით არაფერი, ჯერჯერობით არ ვიცი, ალბათ. კარგად მუშაობს კვების ობიექტი. დაკარგული დეპუტატები დაბოდიალობენ 1-2 წელი ალბათ ჯერ ვინც ბოლომდე ვერ გაიგო რომ თბილისში მოვედით. არ ვიცი შენობაში რა ხდება. თქვენ არ იყავით მომხრე გადმოსვლა. არა, არ ვიყავით, წინააღმდეგი ვიყავით. თქვენც იქნებოდით წინააღმდეგი და ალბათ აჩიკო თალაკვაძეც სავარაუდოდ წინააღმდეგი უნდა ყოფილიყო. თალაკვაძე რაზე? როგორ არის წინააღმდეგი? ზოგადად ქუთაისში დაირწა ცისფერ ყანწელების აკვანი ზოგადად, მაგრამ და არჩილიც შესაბამისად არ იქნებოდა ბოლომდე თანახმა. მოდი ესე არჩილზე გადავიდეთ. არჩილის პოეზია, თქვენ როგორ უყურებთ ამ არჩილის პოეზიას ბავშვობაში მასწავლიდა როგორც სხვა არჩილი იყო ის. აი ის სხვა არჩილი კი. აი ეს ლირიკული ლარნაკი. როგორ ფიქრობთ? როგორია? აი კითხეთ მისი ლექსი. ნუ რო გითხრათ ხა თელი წიგნი არ წავიკითხია, მაგრამ ის ერთი ლექსი წავიკითხე, იმიტომ რომ ყველგან ეს ლექსი ტრიალებს და ესა ხო მარტოსული პოეტის ქორწინებაა, ხო ეს? მარტოსული პოეტის ქორწინება. მე მაინც ხა რადგანაც ესე აღმოჩნდა რომ პარლამენტარებს ლექსების წერაც იცით, შენ ხომ არ გქონია ერთი ხარ გქონია ლექსის წერის სურვილი ცხოვრებაში მაინც რა ვიცი? ბავშვობაში დამიწერია, მაგრამ ნუ ხა ამ ფონზე უხერხულია ჩემგან რამე წავიკითხო საკუთარი ნაწარმოები და ისე, რა ვიცი, მაინც მომზადებული მოვედი, ხო, ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს თემა იქნებოდა დღეს აქ ამ ჩვენს საუბრის დროს და აი წუხელი ვიმუშავე და ერთ პატარა ლექსი დავწერე. კაცრად თუ გავსჯით, მაგრამ ნუ აი როგორც არის სტილი დღეს დაახლოებით შევეცადე, რომ იმ სტილში დამეწერა მეც. მენატრება, მანდარინი და ყურძენი კრახუნა, მე და ჩემი ლიმონათი, მე და ჩემი ტარხუნა, ზამთრის ცივი დღეები და ჩათბუნული ლოგინი. სიგიჟემდე მენატრება 9 წლიანი ბოგინი. არაჩვეულებრივი პოეტი ყოფილიყარ. არაჩვეულებრივი. ახლა როგორ უნდა დაგარგო? ნუ, აი ხა რა არის, იცი, აი ბიძინას და ანეკდოტების არ იყოს. ამ ლექსსაც არ ქვია ლექსი, მაგრამ რახან მოდაშია დავწერე, რა ვქნა. ესე იგი ძალიან რომანტიკულ ორგანოდ გადაიქცა პარლამენტი რა. ზოგი ლექსებს წერს, ზოგი შეყვარებულებს აწყვილებს. ამ ტვიციანის ინიციატივაზე ხა შე როგორ ახლა გადარიცხე რამე თანხა შესწიდე თუ არა? არა, ჯერ არ გადამირიცხია, ჯერ არა. ჯერ არა, ხო, ელოდი. აი უყურებ, დავაკვირდები როგორ გავითარდება და დინამიკას შევხედავ. აღრიცხვის. კარგი. ერთი არჩევნებზე უნდა კითხო, რომ როგორ ემზადებოდა 2012-20-ში გვაქვს არჩევნები. მზადება ძალიან სერიოზული ველოდება, მაგრამ წინა არჩევნებს როგორ გაიხსენებთ? წინა არჩევნებს რაც შეეხება, აი რაღაც გავხალისდეთ ცოტა, თორე პოეზია ძალიან მძიმე თემა იყო და ცოტა გადავიდეთ იუმორზე პოეზიიდან. იუმორისტული პოეზია არც არის, ხო? მოკლედ, ყველა არჩევნებზე ერთ-ერთი ესეთი საკითხი არის პლაკატების ომი, ხო? რომ აი ეს პლაკატების ომია, ერთი აკრავს, მეორე ზევდა გადააკრავს, მერე ის ჩამოხევს, ის იმას რაღაცას სახეზე დაახატავს და არის ესე პლაკატების ომი და მოკლედ ეს არჩევნების გავოდაკლისი არ იყო ეს წინა. პლაკატები იყო გრიგოლ ვაშაძის, სალოვე ზურავიშვილის და ჩემი და მე იმ ორზე მოგიყვებით ისტორიას და ეხლა ისინი მე იმათ თუ მოიყვან, იმათმა ჩემზე მოყვენ რამე. ხო, აღარ ნამდვილ ამბებს გიყვები, არ ვიტყუები რა, ხო და ეს დავალება ქონდათ ქოცებს, რომ მოკლედ ჩვენი პლაკატები ოცნების მომხრეებს, ჩვენი პლაკატები უნდა გაეფუჭებიათ და კახეთში, გურჯაანში ნაღდი ამბავი ხდება რა, სოფელში მოკლედ ნაციონალებმა დააკრეს ეს გრიგოლ ვაშაძის პლაკატები და ერთ-ერთ აი ესეთ აქტიურ ოცნების მომხრეს პირდაპირ ღობეზე გაუკრეს. და გაბრაზდა ეს გამოვიდა და ეხლა გაჩვენებთ როგორ უნდა ღობეზე გრიგოლის პლაკატის გაკვრავა და გამზადებულია პასტა უჭირავს ხელში, მივიდა, რომ უნდა გააფუჭოს რა რაღაცეები დაახატოს და უყურა ცოტა ხანი და წავოვიდა ვერე და მეორეს ეუბნება. კაცო, მიվել გამზადებული რუჩკა ხელში მეჭირა. შევხედე, ულვაში ესე აქვს. ეს ათვალე, ეთმები ესე აქვს. ბიჭო, ყველაფერი თავისი ქონია, მე რაღა მივახატო ამ. ძირითადად რასაც ახატე. ძირითადად რასაც ახატავე პლაკატზე, ან ულვაშს ახატავე და ასათვალეს, ათვას და მივიდა კაცი გამზადებული პასტით. ყველაფერი თავისი ქონია, მე რა მივახატო. თავისი. და ესე ჩაიშალა, ეს ასე ვთქვათ. ვაშაძის პლაკატის გაფუჭების სქემა კახეთში ესე ჩაიშალა. ეხლა ერთ მოგიყვები უკვე ჩვენი აქტივისტი და სალოვე ზურაბიშვილის პლაკატი იყო და მოკლედ ჩვენი აქტივისტებისთვის ძალიან კაცრი დავალება ჰქონდა ვიცებული რომ სხვისი პლაკატები არ გააფუჭოთ. ხო. გასაგებია რომ შეიძლება არ მოგწოს, არ გიყვარს, მაგრამ პლაკატი არ გააფუჭო, არ ჩამოხიო, არ დაახატო, იყოს ის და შენი მიაკარი გვერდზე. ერთ-ერთ ესე ჭიათურაში ხდება და ჩვენი სერგი ყაბანაძეა ჩასული ჭიათურაში შეხვედრაზე და დაინახა რომ ეს სალოვეს პლაკატი ჩამოხეული აგდია ძირს და გვერდზე დგას ჩვენი კოორდინატორი ქალბატონი.
და ნუ აი ძალიან თვალსაჩინო დანაშაულის სცენაა რა ეს ქალი დგას, თან კმაყოფილი დგას, შექებას ელოდება. ეს სალომეს პლაკატი სას შეღაღადებს რომ აი ჩავოვაგდეს და მიშველეთ რა ხდება და მოკლედ სერგი გაბრაზდა და ძალიან კაცრი საყვედური უთხრა რომ ხო გაგაფრთხილეთო რომ პლაკატებს ნუ აფუჭებთ, ნუ ხევთო. და ის ძალიან შეწუხდა ეს ჩვენი კოორდინატორი რა, თან ვერ გაიგო რა დააშავა, ეხლა სალომეს პლაკატი ჩავოხია, კაი საქმე გააკეთა, მაგრამ საყვედური უთხრა უფროსმა. და უხსნის ეხლა რომ ბატონო სერგი, პლაკატი იყო ნახევრად ჩამოხეული ისედაც და ესთე კონციალობდა თავდაყირა და მე ვიფიქრე თავბურო არ დაეხვას ქალი ამაის თქვა. აგე ჩამოვხსენი ფრთხილად და აგე დავასვენე მიწაზე და დეინახე რა ვაწყნარაცავს მიწაზე დასვენებული. და თავბურო არ დაეხვას. სალომეს თავბურო არ დახვეოდა და ხევრად ჩამოკიდებულს. ეს დავასვენე მიწაზე და დეინახე რა ვაწყნარაცავს. წყნარად იცვაი დასვენებული. მაგარი გამართლებაა ხარ ანუ დანაშაული კია მაგრამ იმდენად იუმორისტულად აქ შეფუძული ამის მერე ვეღარ გაუბრაზდები აშკარად ადამიანს ვერაფერს ვერ ეტყვი კაი ერთი კითხვა მაქვს კარდაკარ ხო დადიოდი აუ კი ო ბოიარე ბევრი ადგილი კი ფაქტიურად აი თელი საქართველოს აქ რაიონებით კი აი კარდაკარ მართლა სოფელ აი ოჯახ მაქვს მოვლილი და კურიოზებიც ხდება მოგიყვები ხა ვანში ვარ ერთ-ერთ სოფელში ესე კარდაკარზე მისული და ერთ-ერთ ჭიშკართან მივედი ოჯახში და გამოვიდა ხა ჯერ ქალბატონი და უივე დედა ვინ მოსულა და აბა ქმარს დაუძახა უცებ მოდი და მოვიდა ეს ქმარის ჩაობართო ხელი და ცოტა ისე მიყურებს რა ხა თლად ჩემი ამორჩეველი არ არის ვაწყობ რა ეთყობა ეგრევე რა ეჭვით მიყურებს ხო და ნუ მოვინდომე ნუ ეგრევე რა თქმა უნდა და მოვინდომე ხა რაღაც ჩემ პროგრამას ვაძლევ ბუკლეტს ღიმი ვარ აგე ბატონო რაღაცა და მეცა ერთ წუთიო მითხრა რამდენი წელია რა ჩემ პოლიტიკაში ხარო? ნუ ერთხარი რა ვიცი ხა ვარდების რევოლუციის მერე უკვე 15 წელია რაც ვარ მეთქი. აბა ჯონი გეცოდინება შენ აქაური კაცია ისო და შენ უნდა იცნობდეო და. ჯოხწევ ეს ჯონი ვინ არის ვერ და არ ვიცი მე მგონი არ ვიცი მეთქი და. რანაირათო? არ არსებობს 15 წელი პოლიტიკაში ხარ, არ არსებობს ჯონი არ იცოდეო კაც. ვა, ეხლა კიდე უფრო დავფიქრდი რომ ჯონი ვინ არის. არა თან ისეთ სახელია ხა რო ერქვა გიორგი ხა მილიონი გამახსენდება ხო ეს ჯონი შვიათი სახელია და დავიწყე გახსენება ვინ არის ჯონი მე ვთქვი ჯონდი ბაღათურიას ჯონის ხო არ ეძახიან ვანში ეგეც ვიფიქრე შევარდნაძის დროს გენშტაბის უფროსი იყო ჯონი ფირცხალაიშვილი ისიც გავიხსენე მე ვთქვი ის ხო არის აი ვერ გავიხსენე ეს ჯონი ვინ არის არ ვიცნობ მე ვთხარ როგორო ვანელი კაცი არისო ჯონიო იმას თუ არ იცნობო, როგორ უნდა მოგწებე შეხბაო? პარლამენტის თავმჯდომარე ხო იყავიო? ვიყავი, მე ვთხარ თავ ჩავყუნე, ვის არ ვიცნო, ვინ არის და მერე რანაირად არ იცნობო. გვარი მაინც მითხარი, მე ვთხარი. ჯონი ლორდკიფანიძეო. ბიჭო, ვიხსენებ თან, როგორ ვარ, იცი, აი რაღაცა ხო იცი მაგ დროს ინსტინქტი გაქვს ადამიანს, ხო? უი, ჯონი, ხო, გამახსენდა, ხო, რაღაც მოიშორო რა. და არ ვეუბნები ამასაც, იმიტომ რომ მართლა მინდა გავიხსენო და მართლა რომ ვერ ვიხსენებ ხა ვინ არის ამნაირი ჯონი, რატომ უნდა ვიცნობდე და არც ვატყუებ და ვაწვევი მეც რომ არ ვიცნობ. ის მაწვება რომ თუ არ იცნობ, ხმას არ მოგწევ. ვეუბნები რომ ნუ მომწევ, მაინც არ ვიცნობ და აი ბოლოს უკვე გავუბრაზდი და ვთქარ, კარგი, მე ვთქარ, არ მინდა ჩემი ხმა არც არაფერი. კარგად იყავით, ვერთმა კარგად გავყოფოთ, წავედი მე ვთქარი და აი რომ შემოტრიალდი და წამოვლო ხელი. მეცა ერთ წუთიო მითხრა, ჯონი ლორდკიფანიძესო, შენ არ იცნობ და არც უნდა იცნობდეო. ვა უცებ შემოტრიალდი რა ხდება ჯონი ლორდკიფანიძე მამა ჩემი იყო და 12 წლის წინ მოკვდა მაგრამ შეგამოწმე ტყუილს ხო არ მეტყვა წარმოიდგინეს 12 წლის წინ გარდაცვლილის საქმთან მამაზე მეკითხებდა რომ მეთქვა ახლა ჩემ და საუბედროდ რომ კი გამახსენდა ვიცი ხო ეგრევე იტყოდა რომ აი მოხვედა შეგამოწმე და აი ტყუილი რო არ მითხარიო ეხლა მოგცევ ხმას რა თქმა ეგ შენი პროგრამა და ბუკლეტი წაიღე ყველა პერიოდ ხედავ როგორ ის ესეთი ესე იგი ნაფიქრი აქვს რომ მიხვიდოდი ნაფიქრიც არა აქვს ეგრევე გააკეთა აი ექსპრომტად გააკეთა დარწმუნებული რა ზოგადად სვანელები ხო ყოჩაღი ხალხია ტყუილა კი არ არის ანდაზა რო წილი გაატყავესო და აი თელ საქართველოში ხო ესეთი ტრადიციაა ბჭყალებში რომ პოლიტიკოსები ატყუებენ ხალხს ვანში რომ მიდიხარ იქით გატყუებენ და რა გამიკეთა ახლა ჩოულებრივმა კაცმა რა გამიკეთა სოფელში იმის მაგივრად რომ რაღაცა ეთქვა რომ უივე მაგ ტელევიზორში რო კაცს უყურებ ის მოვიდა იქით უცებ ჩამიტარა ფოკუსი რა უნდა კითხოთ ისი პატვიცებულო ქართული ოცნება ხო ცოტა დაიშალა რაღაცა ზოგი წავიდა ზოგი მოვიდა ზოგი მოსულთ არავინ მოსულა მაგრამ ხო გადავიდა რაღაცა ანუ რაღაცა სიცარიელე გაჩნდა
ამ სიცარიელესთან დაკავშირებით, ეს სიცარიელე რო გაჩენილი, ხო? ჩვენთან ძალიან საინტერესო სტუმარი მოვიდა. აი სუსის თანამშრომლებს თუ ხვდები ვინ არიან? თუ ვერ ხვდები? კი. მარტივად შეგიძლია მოიცნო ესეთი ადამიანი? ჯონ ლორდ კიფაინზე არ ვიცი, მაგრამ სუსის თანამშრომლებს მაგრა ეთქობათ ხოლმე კი. ხო, რაღაცა ექნებათ, ხო, თავის დამახასიათებელი რაღაცა ქცევა, რომელთაც ხვდები რომ ეს არის. კი. თუ შეიძლება მობრძანდით ბატონი დავითი მზად არის რომ მიგიღოთ. გამარჯობა. მოგესალმებით. ამ კაცს ვერასდროს ვერ შევატყობდი. არა, ხო, არა. მოვიცნობდეთ ერთმანეთს, გაუშიფრავი აგენტი. ჯეიმს ბონდო არაბიძე. იგივე წამწალა 1-2-3. ეს წამწალა 1-2-3 რას ნიშნავს? აგენტის სახელი და Wi-Fi-ის კოდი მაქვს ერთი და იგივე ვარ დამავიწყდეს ადვილად იმახსოვრებას და ესე იგი მოსმენებით ვარ დაკავებული 2012 წლიდან მე რო იცოდეთ ვინა ვარ და რას წარმომადგენ რა აი პირადად მე უსმენ სააკაშვილს უკვე რამდენი წელია 12-დან მე მოიპოვეთ რაიმე საინტერესო ინფორმაცია სააკაშვილს ხელსაჭიდი ჯერჯერობით ვერაფერი სამაგეროდ 27 ენაზე შემიძლია გითხრა როგორ არის მობილური ტელეფონი გამართულია გასულია ხო გავთავდი კაცი ხო დამღალა აღარ შემიძლია სტანდარტი რამე ესე კაი ახლა დავანებოთ მაგას თავი რაზეც ვარ ახლა მოსული ძირითადად თემა პატრონო დავით თქვენთან ვაკანსიები გაჩნდა ჩვენთან პარტიაში ზოგადად ვაკანსიები გვაქვს არის თავისუფალი ადგილები ხო და რო გადმოხვიდეთ ჩვენთან ესე იგი არც განცხადება დაგჭირდება და ეს საბუთები და ყოველგვარი ბიუროკრატიული რაღაცები არაფერზე არ შეგაწუხებთ სინდის ნამუს და მატრასი წამოიღეთ თქვენ დანარჩენს მივხედავთ აქეთ ჩვენ რაც არის ყველაფერს მივხედავ ანუ გვაქვს ადგილები ახლა გვინდა გადავახალისოთ პარტია ახალი სახეები მოვიყვანოთ ვიღაცები უშვებთ ხალხს უშვებთ ვინც არის ამ ზარდიაშვილს უხერხეთ უბრალოდ ვერაფერი ესე 10 ჯერ პირადად ბატონმა ბიძინა თვალები აუკრა ჩასვა ბაგაჟში წაიყვა და დატოვა ტყეში აგნებს ვიჯო აგნებს მოდის უკან მოდის ხო გვინდა ჩვენ წვალო ერთი ეს არ მომწონს თქვენი რაღაცები არაფერი არ კეთდება ქვეყანაში რომელი მხრიდან უყურებთ ერთი რო არ კეთდება გამაგები გავგიჟდი კაცი რომელი არა ამას წინ 10000 უნდა დაბრიცხო და ბარათზე და დაждდა 2000 და უკვე მე შევამჩნი 1-2 გაჭირვებული რომ მიდიმოდის ამ გალაქსი მაგრამ როგორც დაიწყა პონა SMS-მა და გამწყიდა იბერიაში კაცკალდა გაგრიალდა ყველაფერი კარგად ხო ესენი არ მომწონს აი კალაძესთან რა გინდათ მაგალითად რა სერჩით კალაძეს გამაგები მაგ კითხვა ჟავანაძემდე ვინ იყო თუ გახსოვს არა ვინ იყო და კალაძემდე ვინ არის ვინ იყო ნარმანია გამარჯობა შენი ხო აკეთებს თურმე კალაძე რაღაცებს ხო გაუკეთებ ე ბატონო თქვენ რას გიზამთ რო იცოდეთ რას გიზამთ რას გიზამთ და ჯერ შენ მითხარ თუ დაბრუნდი ხელისუფლებაში რას გიზამთ და მე რა გეტყვი ძალიან ცხელა აქ და არ გირად ბატონო და დასეთი ბარო რას აგრილებს აგვისტოში არის ვისწრება აგვისტოში არის სასწაული ესე იგი ხო დაუბრუნდეთ იმ თემას ახლა მე თქვენზე ვიცი ყველაფერი რას ჭამთ რას სვამთ სად მიდიხართ სად ისიც ვიცი ფეხები რო არა გაქვთ ფეხები როგორ არა კაცო მე თუ გადმოდი ორინავიჩი ჩვენსკენ გეუნები ამდენი ხანია და გადმოდი აქეთ ჩვენ გენაცვალე ვეძებთ თქვენნაირ ჭკვიან და ღვთისნიერ ადამიანებს მიტომებედი შედატვა მარტო ჭკვიანი რომ დობა მივიდოდი ბოკერიად რა გები
რა გამახსენე, მაგ ბოკერია მომცე, მოდი მაგით ჩამატიჭვი ერთი ჩემი. და გამოდის იდა იმის რო ლაპარაკობს ამ ფოი სიტყვებს. რაღაცებს რომ ვერ გებულებ თუ არა, მაგის თავს რაღაცას მეუნეო ვერ გებ. მაგის თავს ვერ გამოვტყავებს. ასე რომ გადმოდი ჩვენთან მადონო დავითი და სახში წაყვალთ ამეთე. იყოს. ზუსტადაც ასე. დაიცადა, რო ვერ შეეგუოს მაგალითად თქვენ უფროს. ეს ქვია, ვერ შეეგუოს. ხო? ვერ შეეგუოს. რას ქვია, ვერ შეეგუოს ზებრას ვიგელი ტახი დათვი შეეგუა და რა არის ამ ნაჩვენებები გამაგებული. აი მოკლედ ახლა გავალმებადო და თქვენ იფიქრეთ ამ საკითხზე რა. წავედი ახლა ლათინური ამერიკული ცეკვების წრეზე დავდივარ. ხო და არ მინდა რომ დამაგვიენდეს. ანუ სამეჯიცო ცეკვებზე დადიხარ? ლათინო ამერიკულზე ძირითადად, ხო. რატო? რა ვქნევ, ანუ ხო ხედავ რა მხელა კონკურენცია ქვეყანაში, მარტო ტრაკის თამაში გივერის და ვერაფერ. ცოტა შოუს ელემენტები თუ არ გაურია ციგნი, 1 2 3. ასაგებია, ხო და ასე დავდივარ. საინტერესო. მოსასმენი აპარატურა დამჩა და გამოდი ბიჭო. მოსასმენი აპარატურა. რაკენი, ხომ მოусმინე და ჩაიწერა ყველაფერი როგორც აჯო სიტყვა სიტყვით. მოსმენით მოусმინე, მაგრამ ვერ ჩავიწერე. რატო ვერ შეიწერა და დაიმახსოვრე, გამაგები ერთი. მამიდა ჩემი ზაირას ლაპარაკს ზისმენ და კახსობს ეპირად და ამ ხელოფუნქციონერ კაცის ლაპარაკს არ უნდა ჩაიწერო და დაიმახსოვრო ბიჭო. ვინერი ეს ვინერი? რა მოსასმენი აპარატურა მქონდა, მაგრამ გამექცა თურქეთში. რატო? მთლის აგრებადა წასული ვალებია რაღაცა და შემომაკედეს ეს. რა, ეს ჩინური მოსასმენი აპარატი რა. დასაგე ჯაყვა კაცი, ჯიბისაგე. რა რატო ვერ მოусმინე? რატო? და რატო ვერ ჩაიწერე? გამიჯდა ელემენტები და რა ვქნა ახლა მე. ელემენტი წამოდი ახლა შენ დაგიჭეჭა მაგ ელემენტებს. არიანი. გამოდი გარეცე. მაცადე რა. ისო მაგარი, ძალიან მაგარი მოსასმენი აპარატურა იყო ესეთი. მოკლედ ესე იგი, მინდა წარმატებები გისურვოთ, პატივცემულო. დიდი მადლობა. მე მინდა შვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი კარგი ხდებოდეს, აი სუდი სიტყვა ვთქვი, რაღაცა ისეთი გვინდა, რაღაცა ისეთი მოვიფიქროთ, ხო, რა შეიძლება უსურვოთ ჩვენს ქვეყანას. ბანალური რო არ იყოს რა. მე ერთი ნამდვილად ვიცი, იგივე თემას გავაგრძელებ და ის დრო არის, მესამე წერილის დრო არის. ხა, ამათ უნდა დავაწერიოთ წერილი და გავუშვათ. всё, აი ეს შეიძლება ჩვენ ქვეყანას. დავიწყეთ და დავამთავრეთ. ძალიან დიდი მადლობა. დავამთავროთ. всё. უღრმესი მადლობა დავით ბაქრაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მადლობა. ფასო ტელემაყურებლებო, ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვ და ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. ძალიან მეჩქარება, ეხლა სოფლიდან დამირეკეს ალუჩას ბავშვი ეყოლაო და უნდა ჩავიდე. არ გამოდის სხვანაირად. ნახვამდის.